არტგენი ფესტივალი, რომელიც ფოლკლორს, ხალხურ რეწვასა და თანამედროვე ხელოვნებას აერთიანებს. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული კულტურული ღონისძიება ყოველ ზაფხულს ათასობით ადამიანს უყრის თავს. ჩვენი რეგიონები და თვითონ ჩვენი სასიმღერო ფოლკლორი და ქორეოგრაფიაც და ზოგადად ქართული ოფიერებაში ასახული კულტურული ნიმუშები ძალიან მრავალფეროვანია და იზიდავს არა მარტო ქართულ მაყურებელს, ძალიან ბევრ ტურისტსაც, რადგან აი ამ დღეების განმავლობაში შესაძლებელია რომ სრულიად საქართველოს იხილო აი ამ ულამაზეს მუზეუმში და ასე ვთქვათ ქართული სულით აივსო. ფესტივალზე ქართული რეწვის ოსტატები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენდნენ. სტუმრებს შეეძლოთ ხელნაკეთი ნივთების შეძენა, კერამიკის ნამუშევრები, ტექსტილზე შესრულებული ორნამენტები. ეს ყველაფერი წარსულს, ტრადიციას და თანამედროვეობას ერთ სივრცეში აერთიანებდა. არტგენზე ვართ პირველად წელს. მიყვარს ძალიან ეს ფესტივალი და მიხარია რომ მონაწილეები ვარ. ჩვენი ყაბალახები არის ქართული ტრადიციული სტილის, მაგრამ ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ გათანამედროვებულ ვერსიასაც, რაც უფრო საინტერესოს ხდის და უფრო მრავალფეროვანი გამოდის. და ვფიქრობ, რომ შეესაბამება ზუსტად ამ სტილს, რასაც ეს ფესტივალი ემსახურება ქართულ ტრადიციებს. რამდენიმე წელია რაც არტგენის მონაწილე ვარ. წლების წინ ჩავერთი არტგენში, რაც უკვე ამოვიწიე წინ და უკვე ჩამოყალიბდი როგორც უფასოვანი ოსტატი. ქართული ეთნოგრაფია და კულტურა რაც გაგვაჩნია, ძალიან ძველი, ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ რომ ეს ყველაფერი ჩემ ნაკეთობებში გამოსახვა. არტგენი ერთ-ერთი ძალიან დიდი მხარდამჭერი არის ოსტატების, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ძალიან ქართული ფესტივალია, ძალიან კარგად ჩანს ტურისტებისთვის და ქართველებისთვისაც, კარგად არის წარმოსაჩენი ჩვენი ქართული კულტურა. ქართული ფოლკლორი, ხელსაქმე და რესტის ოსტატების ვცდილობთ რომ გავალამაზოთ ეს ფესტივალი. მუსიკასთან ერთად გარემოც რომ სასიამოვნო იყოს, ამაზე ტრადიციულად ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები ზრუნავენ. ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა ფესტივალ არტგენთან კვლავ გრძელდება. შესაბამისად, ნამდვილ ქართულ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს კვლავ ნამდვილი ქართული ლუდით მასპინძლობ. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რამხელა როლი აქვს ამ ფესტივალს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, თუმცა მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ ამ მრავალწლიანი შრომისთვის. ძალიან ისეთი მრავალფეროვანი არის, ხელნაკეთი ნივთებიც არის, ხალხური სიმღერა, ცეკვა და მე პირადად ძალიან მიყვარს და თანაც ძალიან მიხარია რომ ხედავ ამდენ ახალგაზრდას და თითქოს აი ეს ქართული კულტურა ცოცხლდება ყოველ წელს არტგენის ფესტივალზე და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა პირადად და დიდი სიხარულით მოვდივარ ხოლმე აქ. ქართული გენი მხოლოდ წარსული არაა, ის თანამედროვეობაში გრძელდება, თავიდან ცოცხლდება და რაც მთავარია, ყველა თაობისთვის ახლობელი ხდება. არტგენი ფესტივალი, რომელიც უნდა იცოდე, ნახო და დაიმახსოვრო, რადგან მომავალ წელსაც აუცილებლად დაბრუნდება.